სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პავლე მოციქულის ეპისტოლე, სადაც პავლე მოციქული მოგვიწოდებს ერთმანეთზე ზრუნვისკენ. თანამედროვეობაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიტყვა არის ჩვენ და სამოძღვრებელად, რადგან კარგად იცით ახლა თქვენ, რომ ეს სამყარო ისე მოეწყო, რომ თითქოს ერთმანეთთან კავშირი, ურთიერთობა ძალიან გაიოლდა, ადრე თუ ჩვენი თქვათ სანაცნობო და საურთიერთობო წრე შემოიფარგლებოდა ჩვენი სამეზობლოთი და სამეგობროთი, მაქსიმუმ ქალაქით, ეს მთელი მსოფლიო, ესე ვთქვათ, ხელის გულზე გვიდევს, ესეთი ახალი ტერმინიც გაჩნდა, ხო, ვირტუალური მეგობრები თუ სოციალურ ქსელების მეგობრები, ადამიანები ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვის მეტი მეგობარი ყავს, ზოგს 1000, ზოგს 100,000. და თითქოს ამაში ცუდი რა თქმა უნდა არაფერი არა, ან რატო უნდა იყოს ამაში ცუდი რამე, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ აი ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილი მეგობრობა საერთოდ გამქრალი არის საზოგადოებიდან. ნამდვილი მეგობრობა რა არის? ის, რაზეც პავლე მოციქულმა გითხრა დღეს, ზრუნვა. არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შენს გარშემო ყოფებზე. დღეს მეგობრობა როგორი არის? დღეს მეგობრობა ასეთია, მე და ის ხალხი ჩემს გარშემო, ვინც მე რაღაცაში მათგია. სამწუხაროდ. დღეს ადამიანები გადასულები არიან საკუთარი თავის მოვლაზე, საკუთარი თავის წარმოჩენაზე, საკუთარი თავის თუნდაც გადარჩენაზე, მაგრამ არამც და არამც არ ახსოვთ აი ეს ათასობით ჭყალებში მეგობარი, რომელიც თითქოს მათ ყავთ. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ შეიწყნარეთ ერთმანეთი ისე, როგორც ქრისტემ შეგიწყნარა თქვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები არის. ჩვენ როგორ ვართ ხოლმე ძირითადად, რას ვფიქრობთ, რომ იმ ხალხზე ვიზრუნოთ, ვინც ჩვენდამი კეთილგანწყობილია. იმ ხალხზე ვიზრუნოთ, ვინც ესე ვთქვათ, ჩვენაირად ფიქრობს, ჩვენაირად აზროვნებს. მოკლედ, ვისაც ვუყვარვართ, ისინი გვიყვარს. ვინც ჩვენზე ზრუნავს, მათზე ვზრუნავთ. ესეც ალბათ იდეალურ შემთხვევაში თუ იქცევით ესე თუ იქცევით, ძალიან კარგი ადამიანები გონია ხოლმე ჩვენი თავი. მაგრამ ქრისტიანმა უნდა დაფიქრდეს, რატო ამბობს პავლე მოციქული ამას, რომ ერთმანეთი შეიწყნარეთ ისე, როგორც ქრისტემ შეგიწყნარა თქვენ. ქრისტემ როგორები შეგვიწყნარა ჩვენ? ჩვენ ვიცით ხომ? ამასაც მოციქული გვეუბნება, რომ მაშინ მოვიდა ის კაცობრიობის სახსნელად, როცა კაცობრიობა მტრად იყო მოკიდებული მასზე. როცა კაცობრიობას იგი არაფერში არ უნდოდა, ჭირდებოდა, მაგრამ არ უნდოდა. აი სწორედ მაშინ მოვიდა. და პავლე მოციქული გვეუბნება, რომ წერილი ამბობს, რომ ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემზე და უფალზეა ეს ნათქვამი, ხო? ყველა მას ლანძღავდა, ყველა მას შეურაცხყოფდა. აი თუნდაც დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, მასზე ამბობდნენ, რომ ეშმაკთა მთავრით განასხამს ეშმაკსო. სხვაგან ამბობდნენ, სხვები აცხოვნა, თავისთვის ვერ შეუძლია რო აცხოვნოსო. აფურთხებდნენ, დევნიდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ რო ვთქვათ, კაცობრიობას მთლიანად ჰქონდა დავიწყებული ღმერთი, და ის სწორედ ამ დროს მოდის და ამ დროს იწყნარებს ქრისტე კაცობრიობას. ყველა ჩვენ უძლურებას ტვირთულობს ერთადერთი მიზნით, რომ ჩვენ გვაცხოვნოს. აი პავლე მოციქული დღევანდელ თავის ეპისტოლეში სწორედ ამაზე მიგვითითებს, რომ რადგან ჩვენ ქრისტიანები გვქვია ის ამბობს, ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, როგორც ქრისტე ზრუნავდა ყველა ადამიანის ცხონებისათვის, ხშირად საკუთარი თავის დამდაბში, ხშირად კი არა, საერთოდ საკუთარი თავის დამდაბლების
ხარზე გვეუბნება პავლე მოციქული, რომ თქვენც ესე უნდა იქცეოდეთ. ხოლო ის კი არ უნდა იყოს თქვენი მოყარე, ვისაც თქვენ უყვარხართ, არამედ ყველა, ვინც კი თქვენ ცხოვრებაში თქვენ შეგეხებათ. ყველას აღსაშენებლად უნდა ზრუნავდეთ. აი ამას გვეუბნება პავლე მოციქული. ეხლა რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანი კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ასე. საკუთარი თავის მეტი იქით თუ გვახსოვს ვინმე და ბოლოს კარგად სიღრმისეულად რო დავფიქრდეთ, ალბათ იმასაც მივხვდებით, რომ საკუთარი თავიც არ გვაინტერესებს საერთოდ. იმ მიმართებით, რასაც სულის ცხონება და გადარჩენა. ეს რომ ესე არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ამას მოწმობს. ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი ამას მოწმობს და საზრუნავი ამას მოწმობს. დავაკვირდეთ, როგორ განვიცდით, როგორ ღელავთ, როგორ დარდობთ, როდესაც რაიმე სნეულება შეგვეყრება, ან ჩვენს ახლობლებს. ჩვენი მთლიანი გონება, გული ამით არის მოცული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. ან ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა. ხოლო მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ ან ჩვენი მეგობარი რაიმე დამღუპველი, სულიერი სენით არის შეპყრობილი, ეს თითქოს არაფერი არ არისო ისე დავდივართ, ვაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას აბსოლუტურად ჩვეულებრივ, არანაირი ცვლილება არ ხდება ჩვენში, მხოლოდ 1000-ში ერთხელ თუ გაგვახსენდება და ვიტყვით, რომ ღმერთმა უშველოს. ისევ ღმერთს გადავაბარებთ ხოლმე. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ შევწუხდით. რაღაცნაირად გონია რომ ამ სიტყვებს რო ვიტყვით, აი ჩვენი ვალი ახლა მოვიხადეთ. აი ეს შედარება მორი, ესე ვთქვათ, მდგომარეობისა ჩვენივეს. ნათლად გვეუბნება, რომ არათუ სხვის ცხონებაზე არ ავზრუნავთ. არათუ სხვის გადარჩენაზე, სხვის სისუსტის ტვირთვაზე არ ავზრუნავთ, არამედ ჩვენიც კი არ გვაინტერესებს. რადგან ასე რომ არ იყოს, მაშინ როდესაც მეგობარს ხედავ, რომ თქვათ მემთვრალეობის ცოდვით არის შეპყრობილი. და თუ შენ ნამდვილად გჯერა, რომ პავლე მოციქულის სიტყვები ჭეშმარიტებაა, სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი, რომ მემთვრალე ვერ ცხონდება, საზუფეველში ვერ შევა. თუ შენ ხედავ, რომ შენი მეგობარი თქვათ სიძვის ცოდვაშია, აქაც გახსენდება იგივე პავლე მოციქულის სიტყვები, რომ მეძავიც ვერ ცხონდება, ქურდი ვერ ცხონდება, მამათმავალი ვერ ცხონდება. და ასე შემდეგ და ბილ სიტყვა მაგინებელი ვერ ცხონდება. ესენი იცი. ესეთი ადამიანები შენს გარშემო მოტრიალებენ და შენ მათ არაფერს არ ეუბნები. ურთიერთობა ისევ ისე გრძელდება, თითქოს არაფერი. პავლე მოციქული დღეს გვეუბნება, რომ ესე არ არის, ესე არ გამოვა. შენ ეს ადამიანი არ გიყვარს, გძულს. ან უკიდურეს შემთხვევაში არ გაინტერესებს საერთოდ. ან ეს არის, ან მეორე არის, მაშინ შენ საერთოდ არ აგწამს ღმერთი. იმიტომ რომ იგივე პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ კაცი საკუთარ ახლობლებზე არ ზრუნავს, მას სარწმუნოება უარ უყვიეს. აი ამას გულისხმობ. ნახეთ, რას ამბობს პავლე მოციქული სხვაგან, სხვა ეპისტოლეში. რომ თუ კაცი საკუთარ საახლობლოზე არ ზრუნავს, მათ სულიერ გადარჩენაზე არ ზრუნავს, ის საკუთარ სარწმუნოებას უარყოფს. ეს ამას ნიშნავს და ამაზე თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვფიქრობდეთ, საკმაოდ ხშირად უნდა ვფიქრობდეთ. გამწუხაროდ ეშმაკმა მოახერხა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საოცრად მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, ის ვერასდროს ვერ დაამარცხებს, ვთქვათ, ღმერთს და მის მორწმუნეს, მან მოახერხა ისეთი რამე, რომ თვითონ ადამიანს ამუშავებს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ და ეს როგორ მოახერხა? გაფანტა ადამიანის გონება. იმდენი საზრუნავი გაუჩინა, იმდენი საფიქრალი გაუჩინა, იმდენი გასართობი გაუჩინა, რომ ადამიანის ტვინი ვეღარ ახერხებს კონცენტრირდეს მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანზე. და დღენია და გაფანტულია ის. თუნდაც ეღარ ვახსენეთ ეს სოციალური ქსელები. ეს ვერც კი წარმოგვიდგენია თითოეულ ჩვენთაგანს რამხელა ზიანს გვაყენებს სინამდვილეში.
კი რაღაცა მცირედი სარგებელი იქიდან გვაქვს, რა თქმა უნდა. მოვისმენთ რომელიღაცა თქვათ ქადაგებას ან რომელიღაცა წმინდა მამის ან რაღაც ბიბლიის განმარტებას. კი ეს სარგებელი იქ არის, მაგრამ უზარმაზარი ზიანი. უზარმაზარი ზიანი მოაქვს ამასთან ერთად. ჩვენ ქართველებს გამონათქვამი გვაქვს, რომ ერთ კასრ თაფლში კუპრი ჩააგდო ერთი კოზიო მთლიან კასრს გააფუჭებს. ჩვენ კი აი ამ კასრ კუპრში ერთი კოზი თაფლია სადღაც ჩაგდებული და აი იმის საგემებლად მთლიან ამ კუპრს ვჭამთ. ამაზე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მაქსიმალურად უნდა მოვიზღუდოთ თავი აი ამ სულის წამლეკავი, ესე ვთქვათ, ზღვა ინფორმაციისაგან, რომელსაც ეშმაკი გვთავაზობს. არა იმიტომ, რომ ჩვენი განათლება უნდა, არა იმიტომ, რომ ჩვენთვის უკეთესი უნდა, არა. მას უნდა, რომ ადამიანი იყოს გაფანტული. ადამიანმა ვერ მოასწროს დაფიქრება საკუთარი სულის გადარჩენაზე. თვითონ ეს სიტყვა გადარჩენა, ამას რო ხმარობ, ძალიან ბევრისთვის ეს არის გაუგებარი, ვერ ხვდება რა გადარჩენაზე ვლაბ, რაში მჭირდება გადარჩენა ადამიანის. ეკლესიური ადამიანი, თორე არა ეკლესიური ადამიანი საერთოდ ამ თემაზე ვერ დაელაპარაკება. ეკლესიური ადამიანი ფიქრობს, რა მჭირს კაცო, რა გადასარჩენი ვარ. მონათლული ვარ, აღსარებას ვამბობ, ვეზიარები. შეძლების დაგვარად სიკეთეს ვაკეთებ. ფიქრობს ამ ყველაფერს ადამიანი ფიქრობს, რა გადარჩენა მინდა. იცით რატომ არის ეს ჩვენთვის გაუგებარი, რა გადარჩენა გვინდა? სწორედ აი ამ ზღვა ინფორმაციაში რო ვართ. ადღვებილები უკვე აღარ შეგაი როგორც მორევი რო ჩაიქრებს ადამიანს და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს. ისევე ვართ ჩვენ. იმდენი რაღაცაა ჩვენს ტვინში დაფიქრებული, რომ რა გადარჩენა არის გადარჩენა. არაფერს უც არ ვაკეთებ, ჩემთვის ცხოვრობ, ას ვაშავებ, მაგრამ თუ ადამიანი მოიცლის ცოტა ხანი და წმინდა წერილს წაიკითხავს, აღარებას წაიკითხავს, უფლის მცნებებს გაეცნობა, მერე მიხვდება, რომ და ამასთანავე ერთად შეეცდება მათ შესრულებას. მიხვდება, რომ გადარჩენა და შველა ჭირდება. მიხვდება, რომ ჩვენი სარწმუნოება სულაც არ არის, როგორც ეშმაკს უნდა წარმოგვიჩინოს ისეთი რაღაცნაირი, არ მინდა ხაც სხვანაირი სიტყვა ვიხმარო, რბილი. ზოგს გონია, რომ ქრისტე არის, ესე ვთქვათ, იმისათვის, რომ აი თქვენ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ და მე მერე გაცხოვრებთ. ესე გონიათ. ღმერთი სიყვარულია, ღმერთი სახიერია, ღმერთი მოწყალია, ეს სიტყვები დაგვიხვევია ხელზე და რაც შეიძლება ხშირად ვიგონებთ და ვახსენებთ ერთმანეთს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ღმერთი ან სიყვარული არ არის, ან სახიერი არ არის, ან კაცთმოყვარი არ არის, ან ჩვენი ცოდვების პატიება არ უნდა, არა. რა თქმა უნდა ესეა. მაგრამ ღმერთი სამართლიანია. ქრისტე ძალიან მომთხოვნია. ზოგს გონია, რომ ქრისტე მომთხოვნი არა, ძალიან მომთხოვნია. გახსოვთ 1-2 კვირის უკან წავიკითხეთ. რა გითხრა, ვინც დედა, მამა, ძმა, შვილი, ჩემზე მეტად შეიყვაროს, ის არ არის ჩემი ღირსი. ეს სიტყვები რას ნიშნავს, აბა დაფიქრეთ. ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც გვეუბნება, რომ არაფერი თქვენ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ. მთავარია თქვით, რომ ქრისტე თქვენი ღმერთია და უფალი მიწოდეთ. დანარჩენს პატიობთ ყველაფერს. არა ბატონო. უფალი სხვაგან გვეუბნება, რომ ბევრი მეტყვით, უფალო. მე გეტყვით არ გიცნობთ. ეს არის ის უფალი, რომელიც ყველაფერს პატიობს? არა, აბა დაფიქრდით, ნახეთ. გვეუბნება, რომ მოხვალთ, გამიძახებთ უფალო. სხვაგან გვეუბნება, მოხვალთ, კარებზე კაკუნს დაიწყებთ. და არ გაგიღებთ, იმიტომ რომ დაგაგვიანდათ. გვეუბნება კიდე ერთხელ გავმეორდები, რომ დედას და მამას და შვილს ჩემზე მეტად თუ შეიყვარებ, შენ ჩემი ღირსი არ ახარ. კიდე სხვაგან გვეუბნება, რომ თუ მარ აიღებ შენ ჯვარს და მე არ შემომიდგები, ვერ შეხვალ სასუფეველში.
და ეშმაკს უნდა რომ აი ეს ყველაფერი დავივიწყოთ და გვახსოვდეს მარტო რომ სახიერია და კაცთმოყვარია. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეშმაკს ეს იმისთვის კი არ უნდა რომ დაგვანახოს უფალი როგორი კაცთმოყვარია, არა, ეშმაკს ეს იმისთვის უნდა რომ წააქეზოს ჩვენში დაუდევრობა. და ჩვენ ვიცით რომ დაუდევარი ადამიანი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებს. ჩვენი სარწმუნოება სინამდვილეში არის ეს პროტესტანტებმა მოახერხეს, უпростоეთ ეშმაკმა მოახერხა მათით, რომ იქამდე შეამსუბუქა ჩვენი სარწმუნოება, რომ არაფერი აღარაა საჭირო. თორე ჩვენი სარწმუნოება არის ძალიან მომთხოვნი სარწმუნოება. თლიანად ითხოვს ადამიანს, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, რომელია პირველი მცნობა. ყოვლითა გულით, მთელი გონებით, მთელი ძალით, მთელი სულით, ყველაფრით. ეს არის ჩვენი სარწმუნოება. შეიყვარო რას ნიშნავს? იქვე გვეუბნება უფალი. შეიყვარო ნიშნავს იმას, რომ მე რასაც გეუბნები, ისე იცხოვრო. მე რასაც გეუბნები, ის გააკეთო. ის კი არა შენ რაც გინდა აკეთო და მე მოტრიალდე და მითხრა რომ მოდი ახლა უფალო მაცხობ. არა, ესე არა. უფალი კი არ შეგვიწყალებს, უფალმა უკვე შეგვიწყალა. საკუთარი სისხლით თითოეულ ჩვენთაგანს გზა უჩვენა. და გითხრა რომ აი ამ გზაზე რომ დადგები, ამ ჯვარს რომ აიღებ, არ შეგეშინდეს, მაგასაც მე შეგიმსუბუქებ და გითხრა რომ უღელი ჩემი და ტვირთი ჩემი მსუბუქია. მსუბუქი რატოა თვითონ გვეხმარება ამის ტარებაში, მაგრამ თუ ამასაც არ გააკეთებ, მაშინ უკვე ტყილან უგექნება იმედი. ეხლა ეს ამდენი რატო ვილაპარაკეთ? ამდენი იმიტომ ვილაპარაკეთ, რომ ვიცით რა ეს მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, ჩვენი მეგობრების გადარჩენაზე უნდა ვფიქრობდეთ. მათი სისუსტეების ტვირთვაზე უნდა ვფიქრობდეთ. ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული, რომ ძლიერთა მაგათო, რომელებს ეუბნება, თანაგაც უსუსურთა მათ ტვირთის ტვირთვა. ეხლა ჩვენ ძლიერობამდე ძალიან ბევრი გვიკვირია. მაგრამ ჩვენი ძმების ტვირთის აღებაც გვევალება თურმე. მარტო ის არ გამოვა, რომ შენი ტვირთი აიკიდო და ისე იარო კაცმა. პავლე მოციქული ამას გვეუბნება. სხვისიც, აი შენზე სუსტი როა, იმისიც უნდა აიღო. რას ნიშნავს შენზე სუსტი? აქ რა თქმა უნდა ფიზიკურ ძლევამოსილებაზე არ არის ხო ლაპარაკი. თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენს საახლობლოში, გარემოში ყავს ისეთი ადამიანები, ვინც სულიერად ჩვენზე სუსტები არიან. მათი სისუსტეების ტვირთვაც გვევალება. ისე როგორც უფალმა იტვირთა ჩვენი სისუსტეები, ჩვენ წეღან ამით დავიწყეთ ხო ჩვენი სიტყვა. რომ ისე შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარეთ. აი ეს წეღან რაც ვილაპარაკეთ, აი ამას რო გაიაზრებ ადამიანი, მე ამის გაკეთება აღარ გიჭირს. მე რომ ადამიანმა რო იცი რომ შენ როგორი უნდა რას თქო უფალს, როგორი შეგიწყალოს და როგორი შეგიწყნაროს, როგორი მიგიღოს თავისთან, ხო? აი რაც წეღან ვილაპარაკეთ. არაფერში რო არ ვარ გიხარ და არაფერი რო არ იცი კაცმა. და გითხო კიდე უფალს რომ შემიწყნარე, მაგრამ ამ დროს შენი ძმა, შენი და შენ გვერდზე, იმიტომ რომ ცოტა მრისხანია, იმიტომ რომ ცოტა ამპარტავანია, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ ცოტა მატყუარა. ამიტომ ხელს ვკრავთ. ხელს ვკრავ და ვეუბნები და არა შენ ჩვენთან ვერ იქნებ. შეიძლება პირში არაფერი არ უთხრათ, მაგრამ ასე ვიქცევით. მოვიცილებთ იმ წუთას, როგორ კაცო ეგ ანგარი კაცია, მაგასთან მე რა ურთიერთობა უნდა მქონდეს. აგან იქ მე მომატყუა, მაგას მე მორჩა. დავამთავრე ურთიერთობა. ო ან იმას ვთქვათ სამსახურში ჩემზე წინ უნდა წასვლა და მე მაგასთან როგორ ვიმეგობრები. ამებს ვლაპარაკობთ. იარ ვლაპარაკობთ, ამით ვცხოვრობთ. ამაზე ფიქრი ისე ყვებავს ხოლმე, გეგონება აი რაღაცა უკტავების წყარო იყოს, ისე ქსიამოვნებს, რომ აი დროზე უნდა ვიღაცასთან ამოვიღოთ, მოვლანძღოთ, რომ ასე ვქვია, აი როგორ იკადრა, როგორ კადრულობს. მე მაგასთან რა ურთიერთობა მექნება, მაგრამ ამავე დროს
ორ-სამ დღეში მივალთ აღსარებაზე და ამაო ესეთი ვარ რის გამოც ის ყველა შევიძღიზღეთ და მოვიძულეთ ის ჩვენი ახლობლები მივდივართ და მოძღვარს ვეუბნებით რომ ამაო შეგვინდა ევედრე ქრისტეს რომ და ჩამოვთვლით რის ხანება ესავარ ყველაფერს ჩამოვთვლით უფრო მეტსაც კი ჩამოვთვლით ვიდრე თქვა იმ ადამიანმა ჩვენ დაგვიშალა და ვეუბნებით გვაპატიებთ თან ესეთი რაღაცნაირი მიამიტური სისულელით გონია რომ გვაპატიებს იმიტომ რომ ღმერთი კაცთ მოყარია ისევ ეშმაკი გიჩურჩულებს ყურში მაგრამ არას და არას დიდებით არ გაგახსენებს რომ მამაო ჩვენო გვასწავლა თავად უფალმა იესო ქრისტემ აი იმ კაცთ მოყარე ღმერთმა და გვითხრა რომ იცი როგორ მთხოვეთ რომ გვაპატიე ჩვენი ცოდვები ისე როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ ვინ ჩვენს წინაშე ცოდავს ეს ამას დაგვავიწყებს ეშმაკი მარტო კაცთ მოყარეო გაგვახსენებს მეც ეღარო გითხარით რომ ჩვენი სარწმუნოება ძალიან მომთხოვნია სწორედ ამას გულისხმობ თავს ნუ მოვიტყუებთ თუ ჩვენ არ ვპატიობთ არც ჩვენ არ გვაპატიებენ ეს 2x2 4-ია სადა დედამიწა რო შეიცვალოს მაცხოვარმა გითხრა სადა დედამიწა შეიცვლება მაგრამ ჩემი სიტყვა არ შეიცვლება უფალმა გითხრა როგორც განიკითხავთ ისე განგიკითხავთ როგორც განსჯით ისე განგსჯით როგორც შეიყვარებ ისე შეგიყვარებ ეს თავი არ უნდა მოვიტყუო ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ ეხლა ჩვენ ნებაზე ვიცხოვრებ ჩვენ როგორც გვინდა ისე გავაკეთებ და მე უფალი კაცთ მოყარია კაცთ მოყარია ნამდვილად კაცთ მოყარია აბა არ არის კაცთ მოყარე კაცი თელი ხილული თუ უხილავი სამყაროს გვირგვინად შექმნა ისე რომ არაფერი ქონდა დამსახურებული მიწისგან აგვიღო და სული შთაგვერა თავისი 64 დაგვიმკვიდრა დავკარგეთ 64 მერე დაგვიდგინა საჯულები მართალი ადამიანები მამამთავრები წინასწარმეტყველები რო სწორ გზაზე დავეყენებინეთ ბოლოს თვითონ მოვიდა ჯვარზე გაეკრა სისხლი დაღვარა რა თქმა უნდა კაცთ მოყარია მაგრამ ამ მერე ამ სხერფლის შეურაცხყოფას უკვე არავის აღარ აპატიებს ერთმა შეგვაძლებინოს რომ აი ამ პასუხისგებლობის გააზრებით ვიცხოვროთ ჩვენ გამოსყიდულნი ვართ ძალიან დიდი სხერფლია ჩვენში გადახდილი ძალიან დიდი ფასია ღმერთკაცის სისხლია გადახდილი ჩვენში აი სწორედ ამასა აქვს ფასი შეიძლება ჩვენ ერთმანეთის წინაშე რაღაც ცოდვა რო ჩავიდინოთ ეს იმხელა დანაშაული არა იგივე ცოდვას როდესაც ღვთის წინაშე ჩავდივართ იმიტომ რომ თუ ვის წინაშე ჩადიხარ ცოდვას ამას უდიდესი მნიშვნელობა ადამიანი ერთნაირად არ ისჯება ვთქვათ თავიზე მდაბიო ადამიანის შეურაცხყოფისათვის და მეფის შეურაცხყოფისათვის რა თქმა უნდა მეფის შეურაცხყოფა მისი ღირსებიდან გამომდინარე უფრო მეტად ისჯება ასევე არის აქაც ჩვენ ერთმანეთს არ ვპატიობთ მცირედ უყურადღებობასაც კი აი დავფიქრდეთ რა ვიღაცამ დაბადების დღე რო არ მოგილოცოს ისე გეწყინება გეკონება სადა დედამიწამ დაკარგა დედაენა როგორ არ გავახსენე და იგივეს შემოქმედი ღმერთის მიმართ ჩავდივართ ყოველ დღე და ეს გონია რომ დიდი არაფერი დანაშაული არა ერთმა შეგვაძლებინოს კიდე ერთხელ გავმეორდები რომ იმ პასუხისგებლობის გააზრებით ვიცხოვროთ რა პასუხისგებლობას თითოეულ ჩვენთაგანს აკისრია ღვთის წინაშე თუ ერთმანეთის წინაშე არ ვიცხოვროთ ისე რომ თითქოს ამ ქვეყანაზე მარტონი მოვედით და ახლა არავის წინაშე ვალდებულებები არ გვაქვს დღეს ეს მოდაშია ხო ეს სიტყვა რომ ახლა რა ვალდებული ვარ თავარია ვინმეს არ ვავნო ესე არ არის ბატონო დიახაც ვალდებულები მით უმეტეს ჩვენ ვისაც ქრისტიანები გვქვია იმიტომ რომ იმის სახელს ვატარებთ ვინც თითოეული ადამიანისთვის და უკანასკნელი ცოდვილისთვისაც კი სისხლი დაღვარა ჯვარზე უცოდველმა ჩვენი ცოდვების გამო სასჯელი მიიღო და ჩვენ რა გაგვამართლებს ქრისტიანები ვართო ვიძახით ერთმანეთზე არ ვზრუნავთ ერთმანეთის მცირე რაღაცა
სისუსტის მოთმენა არ გვინდა და იმ წუთას მოვიცილებთ ერთმანეთს. იმ წუთას შევიძულებთ ერთმანეთს. რომ როგორ კაცო ის ესეთია, მე მაგასთან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს. ან კიდე სხვანაირად. აი როდემდე მოუთმინო მამაო. აი ესე იქცევა, როდემდე მოუთმინო. აი როდემდე შენი სული ცხონება გინდა, იქამდე მოუთმინო. როცა გადაწყვეტ რომ შენ გინდა სული დაკარგო და ჯოჯოხეთში მოხვდე, მაშინ აღარ მოუთმინო. მაშინ თამამად უთხარი და პირში მიახალე ყველაფერს, რასაც ფიქრობ. გალანძღე, გათათხე და ცხოვრებაში თავი აღარ ააწევინო ზემოთ. ოღონდ მაშინ ქენი ეს ადამიანმა, როდესაც გადაწყვეტ რომ მზად ხარ ზუსტად იგივე ღვთისგან მოისმენ. და ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანები ამას მოისმენ. ეს ხო რაღაცა ჩვენი მოგონილი არა, ეს ხო წმინდა წერილიდან არის. უფალმა ხო თქვა რომ იქნება მეორე სამსჯავრო, სადაც ის ძალიან ბევრ ადამიანს ეტყვის, რომ წადით ჩემგან წარსაწმედელში წეუნო. იქ იმ ადგილზე, რომელიც ეშმაკისთვის და მისი მიმდევრებისთვისაა გამზადებული. ეს ხო ვიცით რომ ამას მოისმენს ადამიანები. მაგრამ გონია რომ ეს ჩვენ არ ვიცით. ისე ვიცხოვრებთ, როგორც უფალი ამბობს, რომ აი ესე თუ იცხოვრებო, ამ სიტყვებს მოისმენო. მაგრამ გონია რომ რაღაცა ესე არ იქნება. აი თუ გვინდა ესეთი ცეცხლი თავიდან ავირიდოთ, აი ესეთი საშინელი სიტყვების თავიდან არიდება თუ გვინდა, უმარტივესი ხერხი გვასწავლა უფალმა. არ განიკითხო და არ განიკითხე. აი მე როდესაც ჩემი ძმა შურიანია, ამპარტავანია, მრისხანია, რა ვიცი, 1000 სხვა. მე როდესაც ამას ვითმე და სიყვარულით ვუბრუნებ მას მაინც ყველაფერს. ის რო გამირისხდება, მე მოვეფერებ. ის რო მომატყუებს, მე ყოველთვის მის გვერდზე ვიქნები. არ განვიკითხავ, ბოლომდე ვეცდები მისი სული. მიას კი არ ვამბობ, რომ მე ხლა ადამიანი ქურდობდეს, ყაჩაღობდეს, ეძავობდეს და მე იმის გვერდზე ვიყო და ვეფერებოდე, უი რა კაია ესე რო შეგვივა, არა ბატონო. როდესაც ზრუნვაზე ვლაპარაკობთ, აქ ეს რას ნიშნავს, იცით, მე ვცდილობ ამ ადამიანის გამოსწორებას. ხელს კი არ ვკრავ. მიყვარს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. თუ იძულებული გავხდი, ისევ მისი სულის გადარჩენისთვის შეიძლება ხელიც ვკრა. შეიძლება მკაცრად უთხრა, რომ შენ ჩემთან გვერდზე ვეღარ დადგები. მაგრამ ეს უნდა მომდინარეობდეს იქიდან, რომ მე მასზე ვზრუნავ. და არა იქიდან კი არ უნდა გამოდიოდეს, რომ მე ამის გვერდზე როგორ დავდგები. აი რამ ხელასხვაობა არის, ქმედება თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ ერთი მომდინარეობს ზრუნვიდან, მეორე მომდინარეობს საკუთარი თავის წარმოსახვითი სიწმინდის დასვიდან. ერთი წარწყნეს, მეორე გაწყობს. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე ისე, როგორც ქრისტეს ზრუნავ ჩვენზე. უფალმა დაგლოცო და